მოგესალმებით ხალხო ბატონებო დღეს რა ვიცი არაფერი ისეთი არ მაქვს კონკრეტული სალაპარაკო მაგრამ ნუ გუშინ იყო გოჩოლეიშვილის პირველი თამაში დებიუტი და წითელი ბარათი მიიღო და ნაწყენი ვარ ოღონდ თამაში ჯერ არ მინახავს თამაში აუცილებლად ნახავ რომ გავიგო როგორი თამაშია, იმიტომ რომ მაგრამ მაინტერესებს ხოლმე ეგეთი რაღაცები. დღეს არის აგრეთვე ბატონი ვახტანგ სალიას ნიუკასლის ჯორდების კაჭკაჭების რაც გინდათ და უძახეთ დაბადების დღე რის შედეგადაც შეუძლია უკვე ინგლისში წასვლა, იმიტომ რომ 18 წლამდე თუ არ არის სამუშაო ვიზას ვერ იძლევიან თუ რაღაც მსგავსი ბრიტანეთს თავისი დებილი წესები აქვს. და ეხლა გადაყავთ ბატონი ვახტანგი ძალიან მიხარია ეს ამბავი. რა თქმა უნდა. აგრეთვე ჟორჟის ამბავი იყო რომ გადავიდა ნიუკასლი და ვილიარეალში. რაც სიმართლე რომ გითხრათ ცოტა მეწყინა, მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანა შეუძლია ესპანეთის ლიგაში მე მგონი. საბოლოო ჯამში ვიდრე საფრანგეთში, იმიტომ რომ საფრანგეთში ბევრად უფრო გრუბი. ბევრად უფრო ისეთი ჯანიანი და ცველები არიან. რაღაცნაირები, დიდები და არც ისე თეთრები. ხო და ბევრად უფრო რთულია მაგათთან თამაში რა ფიზიკურ მდგომარეობაში ვიძახი. თან ჟორჟისნაირი აღნაგობისთვის მით უმეტეს. და რა ვიცი, ესეთ თავის სკილებს კარგად გამოაჩენს. ბოლო-ბოლო არნო დანჟუმა ყავდა ვილიარეალს და ისიც კი კარგად თამაშობდა ხოლმე და. რავი, ძალიან დიდი იმედი მაქვს. ჟორჟის და ძალიან მიხარია რა ესეთი რაღაცები. პროსტა მერჩი უნდა რომ რომაში გადმოსულიყო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ წელს რომა ბევრს მიაღწევს. რატო უბერავს ქარი? ხო, დღეს იდეაში მაფიაში ტურნირი გვაქვს და იმისთვის ცოტა ადრე უნდა გავიდე და მოსწრებაზე ვარ, რაც გავიღვიძე რა, იმიტომ რომ რაღაცა გვეჩქარება. და დღეს გვაქვს თამაში იტალია, საქართველო. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოვიგებთ მაგ თამაშსაც, ესპანეთს რაც უკენით ეგ ძალიან კაი იყო. და ესპანეთთან უფრო არ გამიკვირდა. რანაირად მოვიგვეთ თავიდან კი ფიქრობდი მეთქი რანაირად მეთქი, მაგრამ საბოლოო ჯამში NBA-ში ჩვენ უფრო კარგი ხალხი ყავს ახლა ამ ეტაპზე ვიდრე ესპანელებს. ერნან გომესიც ბარსაში არის მე მგონი. იქ აღარ არის. სპორტზე რომ ვლაპარაკობ ხოლმე კი არ გიყვართ, მაგრამ რა ვქნა ეხლა რა. ეს ბოლო პერიოდია დორო ჰედორო ესეთი ანიმე არის, ეგ დავიწყე და ძალიან ბევრი სისხლები არის და სხვათა შორის მაინც მომეწონა. რაღაცნაირი გაისა. Lord of Mysteries აქებენ და მაგის ყურება მინდა ახლა იმენა ფილმი ვით არისო. ჩემი ერთი მეგობარი არის, რომელიც თამაშობს ხოლმე იმას. მაფიას რა. დედაშვილი ორივე თამაშობს, დედამისი ჭადრაკის მოთამაშე არის, ძალიან კარგი. თან და ეხა ჩემპიონატზეც მიდის მე მგონი. რომელიღაცა საქართველოს სახელით თუ არა ეგ არ ვიცი უკვე ზუსტად. მაგრამ ნიკოლაძეები არიან მე მგონი გვარად. იმიტომ ნიკოლაუს ვეძახი რა ნიკნეიმით მეცახელით საუბრობ მაგ ადამიანებთან და ნიკოლაუ, ქალბატონი ნიკოლაუ და ჯუნიორ ნიკოლაუ. ძალიან კარგი დედაშვილი არიან და ეს პატარა ნიკოლაუს უტრაგებდი რომ მეთქი დაიწყეთ ხო რა ბოლო თქო რა დაიწყეთ ხო რა ეს ანიმე თქო One Piece თქო და დავაწყებინე და უკვე Sky Island-ზეა და ძალიან მიხარია ეგეც. ხო, ძალიან მომწონს ხოლმე რომ ადამიანებს ჩემი ზეგავლენით რაღაცების ყურება უნდებათ ხოლმე რა. მაგალითად მე შემიძლია შემოგთავაზოთ ძალიან კარგი ფილმი. პროსტა ფილმზე უკეთესი წიგნია Ready Player One, ნათქვამი მაქვს ეგ თქვენთვის. ასევე გამღები არის ძალიან კარგი ფილმის წიგნიც, ორივე ძალიან კაია. უბრალოდ წიგნში მე ცოტა აიხლარდა რაღაცები და იმდენად კარგი აღარ გამოვიდა მე მგონი. მესამე ნაწილი რაღაც ძალიან გაქცევა იყო უკვე გაექცა ნამეტანი. ხო, დღეს ახლა არაფერზე არ მქონდა დაგეგმილი ლაპარაკი, უბრალოდ ისაა რა. ეს ბოლო პერიოდია შედარებით დამშვიდდი, რაც 4 ხასიათზე რო ვიყავი, ეგ ხასიათები მოვიშორე რა შედარებით. და ახლა უფრო ღრმად ვუნთქავ. ბიჭო, რაღაცნაირად ვარ. მაინც რაღაცნაირად ვარ რა. გეგმება რაღაცა ვიცი, თქვენგან რამ წვინს ხოლმე, იცი? ეხლა გეტყვით რამ წვინს ხოლმე ჩემი გამწერებისგან. რაღაცებს გეკითხებით ხოლმე ამ პასუხობთ. აი მე მაქვს ნაკითხი რომ პირველი ვისთან მივიდე მეთქი იმაზე თქო. და მაქსიმუმ 3 ადამიანს გქონდეს პასუხი გაცემული. არა და კომენტარები როგორც ყოველთვის ჩემთან ძალიან ბევრია ხოლმე და
ავთო მარტო მოგესალმების რომ იწერო ხოლმე, იქნება ისიც დავიწერო. იქნება ისიც დაწერო, რომ ვისთან მივიდე პირველი იუთუბერი, ვინ ნახო. მე მინდა რომ ბასტოსთან ან ქოროსთან მივიდე. ქოროს მივწერ, ქოროს თუ ეცლება, მოგეხსენებათ, ნახევრად მამა გახდა და ძალიან მალე გახდება მამა და მაგაზე დაველაპარაკებოდი, როგორ ემოციებში მე მაინტერესებს და მაგით. ბოდიში. თქვენს თუ დაგაინტერესებთ უკეთესი. მაფია რო ოჯახი და ურთიერთობა არის, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მაფიის ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც ხშირად დადის ხოლმე ჩვენთან, საერთოდ არნაირი ის რო არ აქვს ჩემს მიმართ, კომუნიკაცია გვაქვს, ორი თვეა მაქსიმუმ რა. საკმაოდ ხშირი რო არ მოგატყუოთ, მაგრამ მაინც. ხო და მის მეუღლე იყო რომში და რომას ახალი მაისური მაქვს, რომელიც გაფენილი არის გავრეცხე, იმიტომ რომ როგორც კი მომიტანეს იმ დღესვე ჩავიცვი, არც ისე კარგ მდგომარეობაში ვიყავი იმ დღეს და დავსვარე კაროჩე რა და ეხა გავრეცხე და მე განახებთ რა კაი რაღაცა მაჩუქეს. გაფენილი არის ზუსტად. თუ გინდა განახებთ, მაგრამ მეზარი. ადგომ მეზარი. ცივი ყავა დამავიწყდა, გავეკეთებინა, რატომღაც არ მახსოვს რატო. ვი გათიშული ვარ რა. დილით რომ დგები ხოლმე ცოტა ხანი გათიშული. დავაი უსახკარო ძაღლებზე ვილაპარაკოთ. ყველა ძაღლი მიყვარს. მართლა. მარა 10 რო ერთად არიან და რომ იყეფენ ძმაო, მან პას რა. ძალიან მეშინია ხოლმე, მართლა რა არის. მეშინია რა. ეს ძაღლები, ეს ბოლო პერიოდი არის, რაღაცნაირი ვერ არიან რა, ჩემ უბანში რო ძაღლები არიან, ცოტა ვერ არიან რა. ვაჭმევ, ასმევ, თავზე ვარ გადაყოლილი ამ ძაღლებს და ვაინც ყოველ საღამოს ბიჭო ლენკას სახლიდან ჩემთან რო გადმოვდიო, იწყებენ ყეფას. ვერ ვასწავლ, ჭკუა ვერ ვასწავლ ძმაო. გეგონა სკუტერზე ვიჯდები. რას მიყეფენ? რა უნდა? თან ერთი ძაღლი არის, რომელსაც ჩაგრავენ რა, თეთრი ძაღლი არის და მე მაგ ძაღლს მაგრავიცავ ხოლმე. და შეიძლება მაგის გამო აღარ ვევასები იმ ტიპებს. დანარჩენს. ვარა, ის თეთრი ძაღლი ისეთი ჩბორიკა არის, რომ დაახმარება ჭირდება ახლა რა ფაქტია. რო გადმოდივარ ხოლმე, ვიღაცები მაგას რო უყეფენ ხოლმე, ჩემთან მოდის და მე რა ისინიც ჩემთან მომოდიან, რომ მეც ვიყეფე, მეთქი, აბა დაგაზეთ მგონი. და ძაღლებს ველაპარაკები ხოლმე ისე როგორც ადამიანს დაველაპარაკები. ვარ გარეკე მეთქი, ვის უყებ ბიჭო და რაღაცებს. ეგეთი საუბრები მაქვს ხოლმე ძაღლებთან. და თან ისე რომ ხალხი გარშემო რო არის, მაინც არ მაინტერესებს ხოლმე. ძალიან მიყვარს ძაღლები. მაგრამ ძაღლებზე მეტად მაინც კატები მიყვარს რა, რაც უნდა მოხდეს. კატები ბევრად უფრო საყვარლები არიან და ჩემმა დაიდაშვილმა ამას წინათ იპოვა ერთი კატა, რომელსაც მანქანამ დაარტყა. და კნუტია. და ეხა ცდილობდა მაგის ჩემზე მოჩუქებას. მაგრამ მე ვერ მოვიყვან აქ ერთი კატა ყავს, რომელიც საკმაოდ დასაკში არის და მისთვის არ ამგონია ფსიქოლოგიურ დონეზე კარგი იყოს მეორე კატის მოყვანა რა. აროჩი. ძალიან საყვარელი რაღაცები არიან ცხოველები რა. ნებისმიერი ცხოველი მევასება. განსაკუთრებით კატისებრთა ჯიშები მომწონს უბრალოდ, იმიტომ რომ ბევრად უფრო ისეთები არიან რა. უბრალოდ ამასთან ვიღაცასთან მქონდა კომუნიკაცია იმაზე, რომ ვებხი უფრო ძლიერი ტიპია თუ ლომი და ყოველთვის ვებხი უფრო აჯობებს. მე ვერ ხვდები რატო არის ლომი ცხოველთა მეფე, იმ ფაფარი რო აქვს მაგის გამო, ეგ ფაფარი აი ხა ლომმა რო დაუღრიალოს, ვებხი შემოკრავს თათს და დააგდებს ადგილზე, იმიტომ რომ ვებხი ბევრად უფრო მძიმე არის, ბევრად უფრო აი მოჩხუბარია რა. თან ჯგუფებად დიდად არ ცხოვრობენ ვებხები, ანუ ჯგუფებად რა. ხროვა არ დადიან და ლომები ყოველთვის ხროვა არიან, როგორც მინიმუმ 4-5 ლომი მაინც არის. მე მაინც გონია რომ ლომი არ უნდა იყოს ცხოველთა მეფე რა, ცხოველთა მეფე უნდა იყოს ბატონი ვებხვი. ბევრად უფრო მაგარი როჟა არის, ყველანაირად. ვაფშე ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ცხოველთა მეფე პანდას გავხდიდი, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ტიპები არის. აი პანდები არიან? არ ვიცი, პანდები არიან ადამიანები. აი მენა ადამიანები, კაცები. შემოევლოთ ჩემი თავი. სისულელეებს აკეთებენ, დებილობებს არიან და მაინც აყოლები არის. კარჩე, მაგას ვაკვირდები, რომ ადამიანებშიც ეგრე არის რა. ვინ დებილობებს აკეთებს? უფრო ესაყვალება ხალხს. დებილობების კეთება ხო არ დავიწყო ახლა. ხო არ ავძრე აი აქ მაგ
ჭაღი და ამ ჭაღზე რომ ჩამოვარდე, შეიძლება ვიღაცამ დაწეროს, ოი, რა ჭაყვარელია. საყვარელია დებილი ვარ. იქ რა მინდოდა ვაფშე? არ შეიძლება ეგ. ბავშვობაში მაგას ძალიან ეჩვევიან თან. პატარა ბავშვები რაღაც დებილობებს რო აკეთებენ, ყველა ტაშს უკრავს და უცინის და უყიმის და მე იმ დებილობებს დიდასაკში რო აკეთებენ, მე უტრაკებენ და ეს ბავშვი ვერ ხვდება რა, აბა მაშინ რატო იცინოდი შენ, ბოზარო. ხო და რა ვიცი. მე მგონი ისაა რა. აი ეგ მაგარი ლაფსუსი გვაქვს გაპარული ადამიანებს რა. დღეს გვაქვს ტურნირი მაფიაში, წეგან გითხარით. და მაგარი დამხლელი დღე იქნება 6 საათიდან 12 თამაში უნდა ჩავატაროთ 2:30-მდე. 12 თამაში რო ჩავატარებთ, მერე ხვალ უნდა იყოს ფინალი. და თამაშდება ისა საქართველოს ნაკრების ბილეთები. მერე კიდე გვექნება ტურნირი, მე მეორე თამაში ბულგარეთის თამაშის ბილეთების გათამაშება. ხა თურქეთის თამაშდება. ბიჭო, იცი, ამას წინათ იყო რომ ვიღაცა მოგწერა ფულუ მაფიის გვერდზე რა. რომ თამაშდებაო, ის რეკლამა გქონდა გაშვებული, რომ თამაშდება საქართველოს ნაკრების ბილეთები. თუ ვერ იყიდეთ, ძალიან კარგი შანსი მოგიცათ რაღაცა ტრალა, როგორც უნდა იყოს რეკლამა და ვიღაცას გქონდა მოწერილი, რომ მეო ერთი ბილეთი ვერ ვიყიდეო და ამასო 10 აქვსო. ჩაგაჯუიო მაგწვეტიან ქუჩიო. აჯიტუჩის მომწერ. ხო და რატომ ბრაზდებით ანუ მეც ვერ ყიდულობ ხოლმე რა იმებს ბილეთებს. უბრალოდ როცა ვიცით რომ რაღაცა ბილეთები გამოდის და ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მომხმარებლებს რაღაცა კარგი გავუკეთოთ, უფრო მობილიზებულები ვართ ხოლმე და იმენა აი ველოდებით რომ ბევრი სხვადასხვა ადამიანი ვართ ჩართული მაგაში რომ ვიყიდოთ რა. და რავი, კი ბილეთს ყიდვა არ არის რთული, მე მგონი. კი მაგრა ჭედავს ეგ საიტი, მე ვერ ვიტან მაგ საიტს, მაგრამ მაინც. ეხლა გავათამაშებთ მაგ ბილეთებს, მე წავალთ ფეხბურთზე. ფეხბურთზე მინდა რომ წავიდე როგორ იცით? თელი თამაში მინდა რომ იქ ვიყო. ანუ ვიდეოს ვიღებდე. თელი თამაშის განმავლობაში რა. აი მენამ თელი თამაში. რომ დავიწყებ პირველ წუთს, აი რომ შევალთ სტადიონზე, მაქედან მინდა დავიწყო და თამაშის ბოლომდე ის იყოს, ჩართული იყოს რა. ხო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეგ გამომივა და არ დავიღლები და არ დამავიწყდება ტელეფონი დევს იქ და რამე დებილობას არ ვიტყვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა დიდი იმედი მაქვს. ეგეთ რაღაცები წესთ მოგწონთ, არ ვიცი, ვერ გავიგე. მართლა ვერ ვიგებ ხოლმე ხანდახან რები მოგწონთ. ხანდახან ძალიან სერიოზულ თემებზე რო ლაპარაკობ, მაშინ ძალიან დიდი ის მოდის ხოლმე თქვენგან. ბაძეშკა და ისა რომ აი ძალიან კაი ვიდეო იყო და ხანდახან ძალიან დებილობო ვიდეოს რო ჩავწერ, იმაზეც მაგრას რაღაცებს წერთ ხოლმე. ვერ ვიგებ. ვარ მოგატყოთ. ვიღაცა უშვენს Imagine Dragons ქვევით. დრაკონებმა გავსეს. აუ ეგ სიმღერა რამდენი ხანია აღარ მომისმენია. როგორ დაივიწყეთ ხალხ, მარტო ყაზახები უსმენენ. დააბრუნეთ. დრაკონებმაც გავსეს. კარჩ. ბევრი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში რა და ცოტა მაგაზეც ნერვიულ ვარ მოგატყუოთ. არჩევნებიც ყოველთვის დაპირისპირებაა ხოლმე და ეგ დაპირისპირება მეზიზღება რა, იმართლა მეზიზღება. ყველანაირი დაპირისპირება მეზიზღება საფეხბურთო დაპირისპირების გარდა. სპორტული დაპირისპირების გარდა ყველაფერი მეზიზღება. ჩხუბებიც მიყვარს რა, UFC-ც მომწონს საყურებლად. მაგრამ დიდი მაყურებელი არ ვარ UFC-ს. ქართველებმა დამაწყებინეს UFC-ს ყურება და არა ხაბიბმა და კონორმა ვიღაცებს როგორც დააწყებინეს. მაგრამ კონორი იყო პირველი, ვისგანაც გავიგე ისა. მე ვაფშე იცი ვფიქრობდი, რომ ყოველ ორ შაბათს ხო არ გავაკეთო სპორტული ვიდეო ხოლმე, ერთი ცალი, რომ აი რა მოხდა შაბათ-კვირას და რა შეიძლება მოხდეს ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ქართველი ყავს რა, კაირატ ალმატი გავიდა, ყაზახეთის გუნდი და იქაც ზარია და გადრანი ორი ქართველი თამაშობს იმ გუნდში, რაც ძალიან მიხარია.
მექობიშვილის კრაიოვამ ძალიან მაგრამ მოუგო ბაშაკ შეჰირს, ეგენი კონფერენს ლიგაზე გავიდნენ, მაგრამ ნუ ძალიან მაგრამ მოუგეს. ორი თამაში ითამაშა, ორივე მოუგეს. ორივე მოუგეს მე მგონია, თუ პირველი ფრე ითამაშა, არ მახსოვს. 3-1 მოუგეს სახში თამაშდა. გასვლაზე მე მგონი 1-2 მოიგეს, ზუსტად არ მახსოვს. ან 1-2 იყო, ან 1-1. ხო და ძალიან კაია. მე მგონი 1-2 იყო. ხო, ძალიან კაია, პროსტა მექობიშვილი ძირითადად ჯერ ვარ დააყენეს, მაგრამ გამიტყდა რა, მართლა მაგრამ მიტყდება ეგეთი რაღაცები ხოლმე, ქართველებს როგორ ვხედავ. აი გოჩო რო იყო იმაში, ეგ ცოტა გამიტყდა რა. წითელი რომ მიიღო. აი ხა დღეს დრო თუ მომეცა, გუშინდელ თამაშს აუცილებლად ვნახავ, მაგრამ რავი, შეფასება მინდა რა, მაინტერესებს როგორი თამაში. საფრანგეთში მოკლედ 3 ქართველი ყავს. ესპანეთში შეიძლება 2 ყავდეს, გერმანიაში 2 ყავს, იტალიაში 1, თუ ვინმე არ მავიწყდება. მე მგონი სწორად ჩამოთვალე. მეც ის მუღამი მაქვს. ეხა ვილიარეალში ხო გადავიდა ბატონი ჟორჟი და რეალს აქვს ეგეთი უნარი, რომ ვინც გოლს უტანს, ყველას ყიდულობენ. ხო და იქნება ერთი ბევრი გოლი გაუტანოს ჟორჟიმ. მერე იყიდონ ჟორჟი, მერე კვარაც დაითრიონ და რა მაგარი იქნება, წარმოიდგინეთ, კვარა და ჟორჟი რო არიან რეალის შეტევა. ბიჭო, მე მგონია რომ მბაპეთი ვერ იხეირეს გარდა მაყუთისა რა. ანუ ფული ამოიღეს მაგრად, რა თქმა უნდა, მაგრამ მბაპე როგორც ფეხბურთელი დიდად ვერ გამოადგა რეალს რა, ჩემი აზრით. ყველაფერი წინა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც რა, ეგრე ვფიქრობ. ხო, დიდი იმედი მაქვს. მართლა დიდი იმედი მაქვს. Manchester United-ს გარდა ყველაფრის და ყველას იმედი მაქვს. რო არ მოგატყუთ. ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მორიგ უთავბოლო ვიდეოს უყურეთ. წარმატებებს გისურვებთ. ხელზე კალმები მაქვს, იმიტომ რომ გუშინ არ მიბანავნია. და ეს კალმები ისა რა, მაფიაში რომ მიმყავს ხოლმე, ესე სუდონდლოდ ვიწერდი ხოლმე. ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა, რომ რაღაცას წერდი ხოლმე კალმის ისენი სულ ყოველთვის ხელზე მქონდა. არადა ცაცია ვარ, ბავშვობაში უბრალოდ ცაციობას მიშლიდნენ. და მაგის მერე მარჯვენაზე გადავედი და ეხა ისე გამოვიდა, რომ ვერც მარცხენა ვარ და ვერც მარჯვენა. ანუ ვერც ერთი ვერ გამივითარდა ისე როგორც საჭირო იყო და ვერც ამითი ვერ წერ ნორმალურად, ვერც ამითი. ფეხზე კიდე შედარებით უკეთესი ვარ რა, ფეხზე მარჯვენაზე მავარჯიშებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ არ ვიცი რატო. რავი, ჩემი წვრთნელი ფეხბურთის ბავშვობაში ფიქრობდა, რომ ალბათ მარჯვენა უკეთესი მქონდა, არა და მე მგონია, რომ მარცხენა უკეთესი მქონდა. ახლა არ ვიცი, ახლა ალბათ მარჯვენა უკეთესი მაქვს, მაგრამ მაინც არც ერთი არ უკნია ღმერთს. არა, ღმერთმა აქნა, მაგრამ არც ერთი არ ვარგა რა. დავჭი ფეხბურთი არ არის ჩემი. მარტო ყურება, შეფასება და ეგეთები. ერთ სულ მაგ YouTube ლიგა დაიწყოს რა. აი ბასტოსთან მივალ და YouTube ლიგა როდის იწყება, მაგას დაველაპარაკე. მიყვარხართ, გაკოცეთ, კარგად იყავით, ბედნიერად იყავით. ხვალ გნახავთ.